ხშირია შემთხვევა, როცა ახალგაზრდა ქალბატონები მეუბნებიან, რომ მაქვს გულისრევი შეგრძნება, ან ღებინება, რაღაცნაირი სისუსტეც და ვფიქრობ, რომ ვარ ორსულად. და როდესაც შევეკითხები, როდის გქონდა ბოლო მენსტრუაცია, როგორც წესი ეს პირველი კითხვა, რომელსაც ექიმი ეკითხება და როდის ელოდები მენსტრუაციას, აღმოჩნდება, რომ ჯერ არ მოსულა შემდეგი მენსტრუაცია, ანუ ჯერ არ ყოფილა, ჯერ არ არის გადაცდენა. აქედან გამომდინარე, რომც იყოს ორსულობა, ანუ უკვე მოხდა განაყოფიერება, ამ შემთხვევაში ეს ის პერიოდია, როცა მიდის მიმაგრების პროცესი და თუ უკვე მოხდა მიმაგრება, იმდენად პატარაა ორსულობა, რომ პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ ქალს ჰქონდეს ასეთი შეგრძნებები. ორსულობის შემთხვევაში რა ეტაპზე უნდა დაიწყოს ორსულობისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევის შეგრძნება, ღებინება, რომელსაც ჩვენ სხვანაირად ორსულობის ტოქსიკოს ვუწოდებთ. აუცილებელია თუ არა ყველა ორსულს ჰქონდეს აღნიშნული სიმპტომები და საერთოდ როგორ უნდა მიხვდე, რომ ხარ ორსულად. რა არის ის პირველი ნიშნები, ორსულობისთვის დამახასიათებელი ნიშნები, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ უკვე არის ორსულობა, რომელსაც შესაძლოა ჩვენ ეკოსკოპიურადაც კი ვერ ვხედავდეთ. პირველ რიგში დავაზუსტებ იმას, რომ სანამ ემბრიონი არ მიემაგრება საშვილოსნოს ღრუს კედელს და როდესაც მიემაგრება, ის თავიდან იმდენად პატარა ზომისაა, რომ მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალით, ანუ მიკროსკოპის გარეშე შეუძლებელია, ხოლო ეკოსკოპია არ არის მიკროსკოპი და ჩვენ ეკოსკოპიით ვხედავთ მხოლოდ იმას, რაც შესაძლებელია დაინახოს შეუიარაღებელი თვალით. ამიტომ ამ ეტაპზე ორსულობის დადგენა არ ხდება, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ ის სხვადასხვა ნიშნების მიხედვით და რა ნიშნებია ეს ახლავე აგიხსნით. თუ თქვენ არარეგულარული მენსტრუალური ციკლი გაქვთ, მაგალითად გადაცდენები, ან არეული ციკლი, აი მაგალითად არასდროს არ იცით როდის მოვა შემდეგი მენსტრუაცია, ამ შემთხვევაში ორსულობის დადგენა მისი განვითარების ადრეულ ეტაპზე ძალიან რთულია, მანამ სანამ არ დავინახავთ ეკოსკოპიურად. ხოლო თუ თქვენ რეგულარული მენსტრუალური ციკლი გაქვთ, აი როგორც ამბობენ, საათივით აწყობილი, აი ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიაქციოთ რამდენიმე ფაქტს. პირველ რიგში, გქონდათ თუ არა დაუცველი სქესობრივი კონტაქტი ერთხელ მაინც ბოლო მენსტრუაციის შემდეგ. თუ თქვენ გქონდათ სქესობრივი კონტაქტი ბოლო მენსტრუაციის შემდეგ, მაგრამ ის იყო დაცული, მაგალითად პრეზერვატივით, ან შეწყვეტილი აქტით, ან სპეციალური აბებით, ან სპერმიციდებით, ამ შემთხვევაში დაორსულების შანსი არის მინიმალური. თქვათ 1%, რადგან სრული 100%-იანი დაცვა ორსულობისგან არ არსებობს. ოვულაცია ხდება მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდში. მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ 28 დღიანი ციკლი, ანუ მენსტრუაციის პირველი დღიდან შემდეგი მენსტრუაციის პირველ დღემდე გაქვთ 28 დღე, შუა პერიოდი ეს იქნება მე-14 დღე, ანუ პირველი დღიდან რომ დავიწყოთ გადათვლა მე-14 დღეს. მე-14 დღე პლუს მინუს 3-4 დღე. რატომ? იმიტომ რომ ოვულაცია არ მოხდება მაინც და მაინც მე-14 დღეს. ის შეიძლება მოხდეს 2-3 დღით ადრე, ან 2-3 დღით გვიან ზოგ შემთხვევაში, მაგრამ უფრო ხშირად მე-13 მე-14 დღეს, იმიტომ რომ 28 დღიანი ციკლი გაქვთ. ოვულაცია ნიშნავს, როდესაც საკვერცხიდან გამოდის კვერცხუჯრედი გარეთ. და როდესაც ის გამოვა, თუ აი ამ პროცესს, ანუ ოვულაციას დაემთხვა კონტაქტი და სპერმა მოხვდა საშოში, არსებობს შანსი, რომ სპერმატოზოიდი გაანაყოფიერებს კვერცხუჯრედს. და აი ამ პროცესს, სანამ სპერმატოზოიდი მიაღწევს კვერცხუჯრედამდე, სჭირდება დაახლოებით 1-2 დღე. ანუ ოვულაციიდან დაახლოებით 1-2 დღეში ხდება განაყოფიერება, ხოლო განაყოფიერებიდან დაახლოებით 6-8 დღე სჭირდება ამ განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს, რომ იმოგზაუროს საშვილოსნოს მილიდან საშვილოსნოს ღრუში და შემდეგ ის ემაგრება საშვილოსნოს ღრუს. აი, სანამ ეს პროცესები მიდის, ეს არის დაახლოებით 7-8 დღე, აი ამ დროს ორსულობის დაფიქსირება შეუძლებელია. ესეთი მეთოდი
არ არსებობს და ტესტითაც ვერ დაინახავ ორსულობას და ქორიონული გონადოტროპინიც ამ დროს, ანუ სისხლის ანალიზი ორსულობაზე, ისიც იქნება უარყოფითი. მაგრამ, როდესაც ის უკვე მიემაგრება საშვილოსნოს ხვრუს, თუ მიემაგრა, შემდეგ პირველივე საათებიდან იწყებს ორსულობისთვის სპეციფიური ჰორმონის გამოყოფას, რომელსაც ეწოდება ქორიონული გონადოტროპინი. რასაკვირველია, პირველ დღეს მიმაგრების პირველ საათებში მისი რაოდენობა ძალიან მცირეა, ამიტომ მისი დაფიქსირება შეიძლება ვერ მოხდეს თუნდაც ლაბორატორიული კვლევით. მაგრამ მისი რაოდენობა ძალიან სწრაფად იმატებს და უკვე მეორე-მესამე დღეს შეიძლება სისხლის ანალიზით ის დავაფიქსიროთ დადებითი ქორიონული გონადოტროპინი და ასევე შეიძლება უკვე ტესტიც იყოს დადებითი. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ოვულაციიდან მინიმუმ 1 კვირაში შეიძლება დავადგინოთ ორსულობა სისხლის ანალიზით, ანუ ქორიონული გონადოტროპინით ან ტესტით. შესაძლებელია თუ არა ტესტი იყოს უარყოფითი და ქორიონული გონადოტროპინი იყოს დადებითი. ან პირიქით, ტესტი იყოს დადებითი და ქორიონული გონადოტროპინი იყოს უარყოფითი. ორსულობის ადრეულ ეტაპზე შესაძლებელია ტესტი იყოს უარყოფითი და ქორიონული გონადოტროპინი იყოს დადებითი, რადგან სისხლის ლაბორატორიული ანალიზი გაცილებით უფრო მძნობიარეა ვიდრე ტესტი. მაგრამ თუ ტესტი არის დადებითი და ქორიონული გონადოტროპინი არის უარყოფითი, ეს იმას ნიშნავს, რომ ორსულობა არ არის და შეუძლებელია, რომ იყოს ორსულობა, რადგან ქორიონული გონადოტროპინის ანალიზი გაცილებით უფრო ზუსტია ვიდრე ტესტი.